თქვენი ცხოვრების რომელ სფეროს ჭირდება ახლა ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება. მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს და მოდით ვნახოთ სამ ვარიანტად. თქვენი ცხოვრების რომელ სფეროს ჭირდება ახლა ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება, თქვენი ფოკუსი, თქვენი ენერგია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, სადაც არის ენერგია, იქ არის ფოკუსი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. თქვენ წინაშე არის სამი ვარიანტი, ოდნავ დავაპატარავთ ეკრანი, აი ასე. ძალიან კარგი. პირველი ვარიანტი ეს არის ამეთვისტა. მეორე ვარიანტი ეს არის სერდოლიკი და მესამე ვარიანტი ეს არის ავანტიურინი. კარგად დააკვირდით. დახუჭეთ პირველ რიგში თვალები, კითხეთ სამყაროს, საკუთარ თავს. სამყაროს შესაძაც ვეკითხებით ჩვენ ხომ ჩვენს უმაღლეს მეს ვეკითხებით ხო ასეთ დროს. რა არის რომელ სფეროს ჭირდება ახლა ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება და ფოკუსი და ენერგია. როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი მინერალი მომენტალურად დაგიძახებთ. ექსპრესაჯარო გაშლა არის დიდი ხანი არ დავყოვნდები. პირველი ვარიანტი ეს არის ამეთვისტა და თქვენს რომელ სფეროს ჭირდება ახლა ყველაზე მეტი ყურადღება ემოციებს. იმიტომ რომ გადაიწვით ემოციურად. გადაიწვით დასვენება გჭირდებათ ყველაფერი ის და ყველა ის ვინც აამაღლებს ახლა თქვენს ემოციურ განწყობას. იმიტომ რომ იგრძნობა რომ დაცარიელებული ხართ არის რა დეფიციტი ემოციური კარგი და სასიამოვნო მომენტების. ამიტომ ყველაფერი რაც ახლა თქვენს ემოციურ ხარეს გააბედნიერებს, ოდნავ მაინც სიხარულს და ღიმილს მოგრის, ყველაფერი გააკეთეთ. იმიტომ რომ თქვენ სამყარო გეუბნებათ, რაც უფრო დიდხანს გაჩერდებით ამ მდგომარეობაში, მით უფრო მეტად შეაყოვნებთ დადებით და პოზიტიურ ცვლილებებს თქვენს რეალობაში, რაც უფრო მეტად დიდხანს გაჩერდებით ამ მდგომარეობაში, ხო? რადგან კითხვა ასეთია, ხო მე პირადად მიმაჩნია, როდესაც ადამიანმა რაღაც უნდა გამოიტიროს, მაგრამ ჩვენ კითხვა დავსვით, რომელ სფეროს უნდა მიაქციოთ ყველაზე მეტად, ხო, ყურადღება, რადგან უკვე ყურადღებას ითხოვს ეს სფერო, ეს ნიშნავს იმას, რომ დროა მიხედოთ თქვენს ემოციებს. დროა მიხედოთ ამას, იმიტომ რომ დარჩით ან წარსულ სცენარში ვერინელებთ რაღაცას, ხო ამ დროს რეალურად თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ლამაზი და ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება, უბრალოდ არ გინდათ ამის დანახვა და სამყარო გეუბნებათ, რომ დაინახოთ. დროა ჩემო საყვარელო პირველი ვარიანტა. და გემშვიდობებით. როგორც გითხარით, მოკლე ექსპრეს გაშლა გვექნება დღეს ძალიან არ ჩავშლით თემებს. მეორე ვარიანტი, თქვენ ცხოვრების რომელ სფეროს უნდა მიაქციოთ ახლა ყველაზე მეტი ყურადღება, არკანი მაგი, თქვენ შემოქმედებით ენერგიას. ნახეთ თქვენ ახლა სავსე ხართ პოტენციალით, თქვენ ახლა სავსე ხართ შესაძლებლობებით, თქვენ ახლა ხართ თქვენი მოწოდების სიმაღლეზე, თქვენ ახლა რასაც ხელს მოკიდებთ, როგორც ნამდვილი ჯადოქარი, ყველაფერს შეძლებთ. ამიტომ არკანი მაგი ნიშნავს ასევე მაგიურ შესაძლებლობებს, კოლეგებო, იჯადოქრეთ მაქსიმალურად, მოუხმეთ თქვენს მფარველებს, თქვენს ფამილიარებს, ბელთაინი გვიახლოვდება ბოლო. ასე რომ მაგიას და თქვენ შემოქმედებით ენერგიას მიაქციათ ახლა ყველაზე დიდი ყურადღება და ყველაზე დიდი ფოკუსი გადმოიტანეთ აქეთ ჯგუფის წევრებო ვიცი რო აქ ხართ, თქვენს გასაგონად ვამბობ მეორე ვარიანტი, რაც შეიძლება მეტად იყავით აქტიური ამ დღეებში, იმიტომ რომ თქვენი პოტენციალი პირდაპირ როგორც ფანტანი ისე ასხამსახა თქვენი სხეულის და თქვენი ენერგიის, ენერგეტიკის თითოეული, ასე ვთქვათ, თითოეული ნაპრალიდან, თითოეული უჯრედიდან. ასე რომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს ენერგიები, მაქსიმალურად მაგიურები და ძლიერები ხართ და მაქსიმალურად დიდია და მაღალია თქვენი პოტენციალი ყველაფერში აბსოლუტურად.
მიაქციეთ ყურადღება და მესამე ვარიანტი ეს არის ავანტიურინი თქვენ ცხოვრების რომელ სფეროს უნდა მიაქციეთ ყურადღება მესამე ვარიანტი თუ მარტო ვერ ახერხებთ მდგომარეობიდან გამოსვლას თუ კი მარტო განიცდით შიშებს, განიცდით შფოთვებს, არ ვერ პოულობთ გამოსავალს, მიმართეთ პროფესიონალს, მიმართეთ, ვთქვათ, ან შესაძლებელი რაღაცა პერიოდი გაქვთ ხო ესეთი, რომელიც გაშინებთ, განერვიულებთ, გაფიქრებთ, ვერ ხედავთ გამოსავალს და თქვენ გეუბნებიან, რომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ გადამწვარია, იმიტომ რომ დამამშვიდებელი მე ყველას ვეუბნები ხოლმე ვინც ვთქვათ ჩემთან ეწერებიან პერიოდულად წარმოიდგენთ ხო რამდენ ადამიანთან მიწევს მეც ურთიერთობა რამდენ ინფორმაციას ვიწერ ხო ხანდახან ფილტრში მეც შემომეპარება ხოლმე ნეგატიური ემოციები და რაღაც მხრივ შეიძლება ისტორია მიმხელა ემოცია გამოიწვიოს ჩემში რომ ჩემი ეს ემოციური ფილტრი და ბარიერი გაარღვიოს და ძალიან ვიგრძნო ხო კონკრეტული ადამიანის პრობლემა და ხო ერთ-ერთი ესეთი მაგალითი გამახსენდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს პროფესიული მომენტი არ მოუყვები, რა ისტორია მოვისმინე, მოკლედ მაგნეზიუმ გლიცინატი, მესამე ვარიანტი ყურადღებით მომისმინეთ. პირადად ჩემთვის პერიოდულად, როდესაც ვთქვათ იქ ისედაც გამთენისას ვიძინებ, მამალი როდესაც ყივის, აი ხა ისმის მამლის ყივილი, წერ თქვენთვის საჯარო გაშლას და მეც დავიძინებ და მოვისვენებ. ეს კუნთებისთვისაც კარგია, ნერვული სისტემისთვისაც კარგია და ვთქვათ მშვიდ ჩაძინებაში კიდევ უფრო მეტად შეგიწყობთ ხელს და ზოგადად მაგნეზიუმის გლიცინატს ძალიან ბევრი კარგი დადებითი კარგი დანამატი, ასე ვთქვათ, საკვების საშუალებაა, ხო? წამალს მე ამას არ ვეძახი. ნივთიერება არის, ხო? ასე რომ მიიღეთ ყოველთვის ურჩევ ხოლმე ასევე ჩვენს მამაპაპურ ვალერიანს არ ვანიჭებთ ხოლმე, ვთქვათ, არ უყურებთ ხოლმე სერიოზულად, მაგრამ თუ კი ვალერიანის სწორად დალევას ისწავლით, ასევე მესამე ვარიანტი თქვენ საყურადღებო თუ ამბობ, შავბალახა ძალიან კარგია ასევე თუ ამას ისწავლით სწორად რომ დალიოთ, ხო? აღარ მოგინდებათ რაღაცა მძიმე ტაბლეტების ყლაპვა, ხო? დალიეთ დღეში 3 ტაბლეტი დღეში ერთხელ, მერე მეორე 3 ტაბლეტი ყვითელი ვალერიანი, 3 და ძილის წინ კიდევ დალიეთ 2 მწვანე ვალერიანი, ხო? და ისე დაიძინეთ. და თუ ამას გააკეთებთ სისტემატიურად, თუ ამას არ ჩააგდებთ, თუნდაც 2 თვის ვადაზე, თქვენ გაოცდებით რამდენად კარგად მოქმედებს. ხო, ზოგადად ჰომეოპათიურ წამლებს აქვს ესეთი და მცენარეულ წამლებს აქვს ესეთი საინტერესო მომენტი, ხო? ის სწრაფ შედეგს არ გაძლევთ, მაგრამ ჩვენ ხო ადამიანებს გადავყლაპავთ აბებს და კი იმ მომენტში რაღაცას გაგიყუჩებს, გაგაშტერებს, ვითომ და მოგირჩენს, მაგრამ ამ დროს რამდენ ორგანოს აზიანებს, ხო? იმიტომ რომ ეს არის ქიმია. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ ეხა რაღაცა კონკრეტული მნიშვნელოვანი მომენტი არ არის, ხო? მაგრამ როდესაც აქ ნერვებზე ვსაუბრობთ და ასე შემდეგ, არსებობს ძალიან ბევრი კარგი ბუნებრივი საშუალება, რითაც შეგიძლიათ, რომ ვთქვათ, მიხედოთ საკუთარ ნერვულ სისტემას. აი მაგალითად რაც ჩამოვთვალე, ხო? აი გააკეთეთ და მე მადლობას მეტყვით, ან შეიძლება არც მითხრათ, არ გეუბნებით ავისთვის, ხო? სიტყვას მოვაყოლე. ძალიან კარგია. იცით რომ ბუნებრივია და საუკეთესო საშუალებაა. ოღონდ სისტემა და ძვირიც არ ღირს, ხო? კაპიკები ღირს, ხო ვალერიანი, ხო? ყვითელი და მწვანე გქონდეთ და ნახავთ როგორ დაიმშვიდებთ ნერვულ სისტემას, იმიტომ რომ ალესილი ხართ მესამე ვარიანტი. მე არ მომწონს თქვენი ფსიქოემოციონალური მდგომარეობა. ფსიქოლოგთან ვიზიტი, ფსიქოთერაპია, ხო? ხანდახან მაგალითად ეზოთერიულ სფეროებში გამოსავლის ძიებას და ენერგიებთან, ვთქვათ, თამაშს ჯობია ხოლმე, რომ ვთქვათ, ჯერ მენტალურად შეემზადოთ მენტალური, ვთქვათ, გამორეცხები როგორც სიტყვიან ჩაიტაროთ, ხო? იმიტომ რომ
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგებს ეზოთერიკოსები დიდად არ ვეპიტნავებით, მე პირადად მიმაჩნია, რომ ისინი დიდებულ საქმეს აკეთებენ, ძალიან საჭირო საქმეს აკეთებენ და შეიძლება ჩვენ ეზოთერიკოსები ყველას ენაზე ვერ ვსაუბრობდეთ, ხო, გასაგებ ენაზე და პლუს ამას მათ აქვთ, ხო, თავიანთი თმენითი ვალდებულება და ბევრი ვალდებულებები აქვს, ხო, ფსიქოლოგებს, შესაძაც პაციენტებს უსმენ და ჩვენ ეს ვალდებულებები არ გვაქვს, ხო? და ამიტომ შეიძლება თქვენს ფსიქიკას მით უმეტეს არაპროფესიონალმა ტაროს მკითხველმა, ესეთმა ადამიანმა ხარ, რომელიც უბრალოდ რაღაცა თავის შექცევის ამბავში რაღაცა ისეთი ინფორმაცია ჩაგაწვეთოთ, ხო, რაღაცა კითხვა დასვათ, იმ რაღაცა ტარო გაშალა, ონლაინ კითხავებს უყვართ ხოლმე ეს ყველაფერი. უცებ კითხვას დასვამენ, უცებ ერთ-ორ არკანს ამოიღებენ და всё, მთელ ბედს გიწყვიტავენ, ხო? აი ესეთი რაღაცებისგან შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაიზიანოთ ფსიქიკა. გამიგეთ, ხო, ამიტომ საუბარს მოვაყოლე. შეიძლება ახალი შიშები იმას ქნათ, ხო? მაქსიმალურად შეამცირეთ ინფორმაციული ზეწოლა თქვენზე. მაქსიმალურად შეამცირეთ. პირველი რომ გაიღვიძებთ ტელეფონს ნუ მოკიდებთ ხელს, ხო? იმიტომ რომ ეგრევე მესიჯები, ამდენი ინფორმაცია ის, ხო, არა. პირველ რიგში თავი უნდა დაუთმოთ თქვენს ჰორმონალურ ფონს, სიმშვიდეს, სუნთქვის ვარჯიშებს, ხო, რაღაცა დაალაგოთ თქვენი დღის გეგმები მშვიდად, თავში შფოთვის გარეშე, აქ ძალიან ბევრი შფოთვაა, ბევრი სამუშაო გაქვთ აქ. ამიტომ პირდაპირ ფოკუსი არის თქვენი მიხედეთ თქვენს ფსიქიკას, ფსიქოსომატიკას და თქვენს ჯანმრთელობას ამ მიმართულებით. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.